მოგესალმებით. აი ესეთი ლამაზი ქუდის მოქსოვას ვაპირებ და ძალიან მომწონს ესეთი სტილი, ფუმფულა ძაბს გამოვიყენებ, ცოტა რთული საქსოვი კი არის, მაგრამ აი სხვა ესე ჩვეულებრივ ძაბს ერთად ესე იგი ორ წვერს მოვქსოვთ და შედარებით უფრო გაგვიადვილდება, რომ თვლები გავარჩიოთ ეს იმდენად ფაფუკია ეს ძაფი, მარტო ამ ძაფით მოქსოვა, ესე იგი აი რომელიც ამ სურათზე ხედავთ ხო, ეს გარშემო რაც აქვს ქუდ შემოყოლებული, ეს ცოტა რთულია, მაგრამ ვეცადოთ და სხვა ძაფს თუ ესე იგი შეაერთებთ ამ ძაფთან, ანუ ორ წვერს აიღებთ, მაშინ გამოგივათ ძალიან ლამაზი ესეთი ქუდი, თბილი ქუდია საკმაოდ და ძალიან ესეთი სიმპათიურიც. კარგით, ესე იგი, მე ამისთვის გამოვიყენებ აი ესეთ ძაფს, როგორც ხედავთ, ესეთი ფუმფულა ძაფი მაქვს, ეს უკვე გავხსენი მე ძაფი და აი ესეთი იარლიყი აქვს, ნახეთ. ჰასკი ესეთი ფერია, ალბათ ფერის გამო ქვია. და ფაფუკი ძაფია. აი ესეთი პოლიესტერის ძაფია. ხო, და ჩვენ გვჭირდება 9 მმ ყაისნაღი. აი ესე. აი ზომებით თუ თქვათ გამოგადგათ 100 გრამი არის 46.7 ესეთი მიათედი მეტრი. აი ესეთი ძაფი გვაქვს. კარგით. ესე იგი, ეს ერთი ძაფი, ეს რომელიც გვექნება ეს ქუდის გარშემო. ცოტა ესე ძირის მხარეს. ეს მეორე ძაფია. ესე იგი, ამ ძაფს, აი ამ ძაფთან ერთად აი ესე ორ წვერს მოვქსოვთ, აი გარშემო რაც აქვს ქუდს. აქ გვაქვს ჩვენ აკრილი. აი ესეთი აკრილის არის 85 გრამი არის 123 მეტრი. აქ ითხოვენ ცოტა ნაკლები ზომის ყაისნახს 6.5 მმ, მაგრამ მე ავიღებ 900, იმიტომ რომ გირჩევთ რომ ეს ნაწილი, რომელიც ქუდის ნაწილია და დანარჩენი ჯობია რომ ერთი და იგივე ყაისნაღით მოგსოვთ, რომ არ იყოს ისე რომ მოიჭიროს შემდეგ აი ზედა მხარე, სადაც ფაფუკი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ეხლა რას ვაპირებ. გარკვეულ ნაწილს ესე გარშემო მოგსოვთ ორივე აი ამ და აი ამ ძაფით ორი წვერით, ხოლო ზედა მხარეს ესა ქუდისას მოგსოვთ ხოლოდ აი ამ ძაფით ერთი წვერით, ხო, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. კარგით, ესე იგი დავიწყოთ, ხო? მეტი ისეთი არაფერი არ დაგჭირდება, მაინდა-მაინც რო გითხრათ, ხო, მეტი ისეთი. შეიძლება ესეთ ნიშნულები გამოვიყენო ხანდახან და ყაისნაღი ხო რაც თავარია 9 მმ როგორც გითხარით. ესეთი დიდი ყაისნაღი მაქვს. კარგით, ესე იგი, აქ ხა ძაფის ბოლო. ისე აი შიგნიდან თუ გამოიტანთ ხოლმე უფრო უკეთესია, იცით რატომ? აი არის იგორავებს ძალიან ეს გორგალი, მაგრამ ადვილი არ არის ხოლმე ეს ძაფის ბოლოს პოვნა შიგნიდან, ამიტომ მოდით გარედან რაც არის ესე გავაკეთებ. გარედან უფრო ადვილად პოულობთ. კარგით, აბა დავიწყოთ, ხო? აი ესე. ეხლა როგორც გითხარით, ჩვენ მოვქსოვთ აი ესეთნაირად დავიწყებ ორი წვერით, მერე გადავალ ერთ წვერზე, მოვტრიალდებით და ისევ აი ესეთი უცნაური ნაკსოვი იქნება, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ორივე ძაფი მაქვს ერთად და აქ გვხსოვთ ჩვენ კვანძს გავაკეთებ ჯერ, მოდით კვანძი იყოს. აი ესე და ესე იგი, ავკრიფავთ 10 თავისუფალ თვალს. 1, 2, აქ პირველ თვალში მაინც გირჩევთ რომ გააკეთოთ ნიშნული, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფუმფულა ძაფია და შეიძლება მერე დაგეკარგოთ ეს ადგილი, თუმცა ესეც მიუთითებს, მაგრამ მაინც აი თვალი თვითონ თვალში გაატარეთ პირველ თავისუფალ თვალში. 1, 2, ორი თვალი მოვხსოვეთ ჯერჯერობით. 3, აი ხედავთ ხო, აი ძლივ-ძლივ შეიძლება გაარჩიოთ. 4, 5, 6, 7, 8, 9,
9. აი, ეხლა ნახეთ, დააგვირდით. ეს არის თქვენი, აი, გარშემო რაც არის შემოყოლებული, მის სიმაღლე. თქვენ შეგიძლიათ ეს სხვა ზომის გააკეთოთ, ცოტა ნაკლები სიმაღლის. ან უფრო მეტი, მაგრამ აი ვფიქრობ, რომ ეს 9, ეხლა მოდით აბა მე-10-ც, აი ესე. აი 10 ვფიქრობ, კარგია. შეიძლება 9-ც კარგი გამოვიდეს. 9, აი ერთი თვალით ნაკლები. ან ეს წარმოიდგინეთ, რომ გიქნებათ შუბლზე, ყურებზე, აი გარშემო ეს ზოლი, რაც არის, თითქოს თავზე გადასაკრავია ესეთი. ხო, თუმცა შეგიძლიათ 10-ც გააკეთოთ, მოკლედ იყოს 10 რახან თავიდან თქვი, 10 თავისუფალი თვალი. ეხლა მოდით აქაც გავაკეთებთ მე ნიშნულს, ყოველ შემთხვევისთვის. ნახეთ, ეს დაგჭირდება. აი აქ, მე-10 თვალს. ეხლა მე გადავდივარ და მხოლოდ ერთი წვერით ვაგრძელებ ქსოვას და მოვქსოვ, ესე იგი, აქ ჭირდება თქვენ თვლების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სქელი ძაფი გაქვთ და როგორი ყაისნაღით გსოვთ. ამის შემდეგ გჭირდებათ დაახლოებით ესე 24 სანტიმეტრი. 1, 2. აქ ახლა ნახეთ, ფუფულად ძაფმა ცოტა გადაუარა, მაგრამ ეს აუცილებელია რომ გადათვალოთ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ 24 თვალი უნდა იყოს. აი ცოტა დაიმალა ეს პირველი თვალი, მაგრამ არა უშავს. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 5, 6. ეხლა მოდით მე გავზომავ, მაინც აი 26 თვალი მაქვს. მეახლობით ნახოთ, აბა რა ზომა გვაქვს. ცოტა კიდე შეიძლება მოგხსოვოთ. კი, ცოტა კიდევ 26 მაქვს, ხო? 7, 8 და 9, 10. აი 30 თვალი. აბა ნახოთ. ესე. ხო, ეხლა 26-ია უკვე. ცოტა გრძელია. კარგი, ესე იგი 28 კარგი იყო, ესე იგი. დავაზომოთ. მიახლოებით ახლა თავის ზომაზეა ნახეთ, გარკვეული ნაწილი აი აქედან. ეს წავა აი ამას გადაეფარება და აი ეს გრჩებათ ზემოთ ფაქტიურად, მაგრამ ნუ ქუდის ეს არის ესეთი. სადაც დასაწყისიდან, ხო, აი ესა კარგია. 28 თვალი მაქვს, თქვენს გაზომეთ ახლა 24 სანტიმეტრი უნდა გქონდეთ აი ფუმფულა ძაფის შემდეგ ნაწილი რაც არის. ერთი თვალი ბიჭის მოვტრიალდით, ანუ 28 და 29 იყო ბიჭის. ეხლა შედიხართ, აი ესე, აქ ერთი კედელი გაქვთ ის ჯერ თავისუფალი თვლებია და შემართებელ თვლებს გსოვთ. აქ აუცილებლად გავაკეთებ ნიშნულს პირველ შემართებელ თვალზე და ესე უნდა მოგხსოვოთ 5 თვალი. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. აი ეს. ეხლა ამის შემდეგ გსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით. ესე იგი, აი ეს ნახზე გადადეთ ძაფი და შედიხართ, აი ესე. ხო. 1. ეხლა რახან იქ 5 ქონდა. ჯამში 28 იყო, ხო? 28-ს გამოვაკოთ 5, 23 თვალი გექნებათ თვლები ნახევრად ნამატით. აი ესე. აი ესე გაყევით. ხა ჯერჯერობით აი ესე შევდივართ, ხო, თავისუფალი თვლებია და ერთი კედელი გაქვთ და შევდივართ აი იმ კედელში. აი ხა უახლოვდები მე ფუმფულან ნაწილს და მე გადავთვლი მაინც ხო თვლები ნახევრად ნამატით გვინდასო. აი მე ვფიქრობ რომ აქ კიდე ერთი თვალი მაქვს და მოდით ასე გადავთვალოთ, ესე იგი აქ გქონდათ თქვენ 1, 2, 3, 4, 5 შემართებელი და შემდეგ 23 თვალი ნახევრად ნამატით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 1, 2 და აი კიდევ ერთი თვალი გვაქვს, ესე იგი მოსაქსოვი. ესე შეამოწმეთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს შეერთების გადასვლის ადგილი, ხო, სადაც ეს გვაქვს, ესე სხვადასხვა
ტიპის ძაფებს შორის გექნება ცოტა აქ დაიფარება. ესე იგი თვალი ნახევრად ნამატით, ხო? ბოლო თვალი ნახევრად ნამატით, აი ამ რიგში. ეხლა ისევ ნახეთ შევაერთებ და აი ჩემი ნიშნული ძალიან კარგად მეხმარება, რომ ნახო სად უნდა გავაგრძელო. აქაც შეხვალთ, აქ ეხლა ვგსოთ თვლებს ნამატის გარეშე. და აი ეს, ანუ ცვლით უზორს, ხო ხედავთ? 1, აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ნიშნული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ადგილი, სადაც გადასვლას აკეთებთ, ყოველთვის სწორად არ შეგეშალოთ, ხო? შემდეგ, აქ ეხლა არ გვაქვს ჩვენ აი ესა ორი კედელი, თორემ ისე უკანა კედელში უნდა შევიდეთ ხოლმე. ეს მეორე, გადათვალეთ, რომ 10 უნდა გქონდეთ აქ. მესამე, მეოთხე, აი ესე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, აქ ვიყავით, მეცხრე და მეათე, აი უკვე ნიშნულის თვალი. აქ რა თქმა უნდა ნიშნულს მე ჩავამაგრებ, მაგრამ აქ დავტოვებ. ამ პირველ ნიშნულს მე დავტოვებ, ნახეთ, იმიტომ რომ ეს არის დასაწყისი თვალი და ეს დაგჭირდება მე ჩაკერვის დროს და კარგით, ეხლა ჯერ არ დავამაგრებ ეს მეათე თვალი მოგსოვე, ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალების ბიჯის მოტრიალდით მომდევნო თვალში უკვე აქ შეგიძლიათ თქვენ უკანა კედელი გამოარჩიოთ და აი პირველი თვალი ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვით. ანუ როგორც რეზინი ისე იქსოვება. ეს სხვა შორის ეს ნაწილის და ეს ნაწილიც უბრალოდ აქეთ გაქვთ თვლები ნახევრად ნამატით. აქ ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. ესე იგი, აქ ეხლა აი მართალი არ ჩანს არაფერი, მაგრამ თითით თუ მოსინჯავთ იგრძნობთ სადა მეორე თვალი. პირველი თვალი აი ნიშნული მაქვს, მეორე თვალი. ეხლა აქ ორი ძაფი გაქვთ და იმახსოვრეთ, ხო, ორი წვერი გაქვთ და ერთ ძაფში არ შეხვიდით ხოლმე. ეს კიდე კარგად მინდა გამოვარჩიო. აი ეს მესამე, მეოთხე, ახლა ერთი წვერით მოგსოვე მარტო და მოდი თავიდან. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე. აი ეს ნიშნულის თვალი. აი ეს ეხლა ნიშნულს რა თქმა უნდა გადავიდან. ესე იგი, როცა ითვლით ეს ძალიან გეხმარებათ, რომ აი აქ ცოტა გაურკოლად არის თვლები და ძალიან დაგეხმარებათ. 10 თვალი. ეხლა გადავდივართ ერთ ძაბზე, ხო? პრინციპში ეს შეგიძლიათ უკან მოიტოვოთ, ხო, არ არის პრობლემა, ვფიქრობ. ესე იგი, აი აქ გვაქვს ეს თვალი, ხოლო შემდეგი თვალი, მოდით კარგად ვნახოთ, სად შევედით ბოლოს? აი აქ შევედით. ანუ აი ეს არის თქვენი ესე ახლა მნიშვნელოვანია, რომელი უფრო დავიმახსოვროთ, ფუმფულა თვალი, თვალის ესე იგი ბოლო თვალი აქ თუ ამის დასაწყისი, მოკლედ ეს აირჩიეთ. კარგით. ესე გადავდივართ მომდევნო უზორზე და აქ უნდა გქონდეთ თქვენ 24 თვალი. აი შეგიძლიათ თქვათ, მოდით 1 2 3 4 5 და აი პირველი თვალი, რომელიც არის თქვენი ესე იგი ეს არის პირველი თვალი თვლები ნახევრად ნამატით. აი იქაც გააკეთეთ ნიშნული და აქედან შეგიძლიათ გადმოთვალოთ 23 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
14, 15, 16, 17, 18, 20, 1, 2 და აი 3 კარგად ჩანს ეს პრინციპში. არ შეგეშლება და თვალი ნახევრად ნამატი. ანუ ყაისნახზე ძაფი გადადეთ. უკანა კედელში შედიხართ. აი ესე. ეს ცოტა ფუმფულა ძაფი მოგაჩეთ, რომ ეს ძალიან არ იყოს ამობურცული. ეს უკანა კედელში შესვლით. საკმაოდ ესე თავისუფლად ქსოვეთ, არ მოჭიმოთ ძალიან, როგორც ყაისნაღი ითხოვს, აი 9 მმ ზომის, ესეც მოგსოვეთ. აქ ახლა ვფიქრობ, რომ მოდით აი პირველ თვალზე გავაკეთოთ ნიშნული, ვფიქრობ მაინც. აი ეს არის თქვენი პირველი თვალი, აი გირჩევთ რომ გააკეთოთ. ეს არის აქეთ ფუმფულა ნაწილი, ნაკსოვის ესე იგი პირველი თვალი. და ეს არის აი ჩვეულებრივი ძაფით ნაკსოვის პირველი თვალი. ესე გირჩევთ რომ გააკეთოთ მაინც ნიშნულები. კარგით. ხო, აგრძელებთ და ესე იგი აქ როგორც გითხარით 23 თვალი გაქვთ ნახევრად ნამატით. და ეხლა აქ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ბოლომდე არ გავალთ, ანუ შემართებელი თვლები რომ არის ბოლოში 5 ცალი, იმას ჯერ არ მოგსოვთ. ორი რიგის გამოტოვებით მოგსოვთ ხოლმე. და ესე იგი ეს მისცემს ხუთს ძალიან ისეთ ლამაზ ფორმას. აი უახლოვდები ნიშნულს, აი ნიშნულის თვალი მოგსოვე. ესე იგი არ ვაგრძელებთ ახლა ჩვენ აქ, ხო? ნიშნულს მოვხსნი. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოვტრიალდით. ბიჯის მომდევნო თვალში, ხო? აი აქ უკანა კედელში ისე თვალი ნახევრად ნამატით. აქ გადავიტანოთ ნიშნული. აი ესე და მოგსოვთ. ისე 23 თვალი ნახევრად ნამატით უკანა კედელში შესვლით. ესე იგი ამ რიგში, აი ამ მოტრიალების რიგში და წინა რიგიც ხო, აქ არ გავედი, ხედავთ, დავტოვეთ, ხოლოდ პირველი და მეორე რიგი იყო აი აქ ბოლომდე გასვლა. მესამე და მეოთხე უკვე აი აქ დავამთავრე, ასე თქვათ, მოვტრიალდი, არ დავამთავრებ ემართალია ჯერ. ხოთ, რიგი ესე თქვათ, ბოლომდე არ გავედი. შემდეგი რიგი უკვე აი როცა გავალა იმ ფუმფულა ნაწილის ბოლოში. ხო? და მოვტრიალდები. მე ისე ბოლომდე მოგსო, აი იმ შემართებელი თვლების ჩათვლით. ესე გაყევით ახლა. ესე სანამ არ მიხვალთ იმ ფუმფულა ნაწილთან. აი მოვახლოვდი ნიშნულს, პირველ ნიშნულს და აი ძალიან დაგეხმარებათ ეს ნიშნული თუ გექნებათ აი ამ ადგილებში. აი ესე ისე დააბრუნეთ, როგორც კი მოგსოვთ, აი ბოლოდ 23 თვალი ნახევრად ნამატით მოგსოვე. აი შემდეგი უკვე ხედავთ, აი აქ არის, ოღონდ ახლა ძაფს რა თქმა უნდა, ორივე ძაფს ავიღებ. ახლა ერთადერთი რაც შევამჩნიე, რომ ხო, ასეც შეგვიძლია, მაგრამ ჯობია ფუმფულა ძაფი, როცა აქედან გსოვდით, ხო, წინ დატოვოთ. ეს უფრო ისეთია. კარგი იდეაა, რომ ესე გავაკეთოთ. ესე იგი, აქ ახლა ნიშნულს მოვხსნი მე, ნიშნულის თვალში უნდა შევიდეთ და რა თქმა უნდა, უკანა კედელში. აბა ნახოთ, ნიშნულის თვალი ეს არის. აი უკანა კედელი და თვალი ნამატის გარეშე. ხედავთ ხო, ყაისნახზე არ გადავდე ძაფი. აი აქ დავაბრუნე ახლა რაც მოგსოვე, ნახეთ, აი ეს თვალია. აი ეს თვალია. მეზობელი თვლები არიან ესენი. ეს კი ამოძვრა. აი ეს არის. ხო, კი. კარგით, ვაგრძელებთ. ეს ერთი თვალი მოგსოვე. აი აქ ვიყავი ხო? ახლა მომდევნოში. თითებით მოსინჯეთ და ეს ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. მეორე. მესამე და გადათვალეთ. მესამე იყო. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე, მერვე, მეცხრე და აი ნიშნულის თვალში ამავიღებ ნიშნულს
უკეთესია სანამ ზის ნიშნული ისე შეხვიდეთ, მაგრამ ზოგჯერ რთულია ხომ ესე შესვლა. აი ეს მეათეც მოგსოვა. ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის და მოუტრიალდით. აი ეს ბიჭის თვალია და მომდევნო უკანა კედელი თვალი ნამატის გარეშე. აი ესე დააბრუნეთ ნიშნული. მოკლედ ნიშნულები თუ გექნებათ, ხო, არ გაგიჭირდებათ ნამდვილად არ აგერევათ არაფერი. მეორე მესამე, ესე იგი აქ გირჩევთ, რომ გადათვალოთ, სადაც ფუმფულა ძაფით გაქვთ ნაკსოვი. მესამე იყო, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, ოღონდ ახლა ეს მეცხრე ძალიან მჭიდროდ არიდა. ხო, მეცხრე და აი თქვენი ნიშნულის თვალი. ხო, მოდით მოხსნით ჯერ ნიშნულს, ვარ კარგად რომ შევიდეთ, ხო? ორი კედელი, უბრალოდ ერთი კედელი გინდათ, ოღონდ ორი წვერი ძაფია და ნახეთ, ეხლა მხოლოდ ერთია აქ ისე ვატყობ, კიდევ მეორე, აი ფუმფულა ძაფიც უნდა იყოს აუცილებლად. თუმცა მეჩვენება რომ აქ არ არის ფუმფულა ძაფი მაინც. მაგრამ იმიტომ რომ უკან მქონდა გახსოვთ ხო, აი როცა კარგი, აი ესე შევა, აი ეს და აი ესე მოგსო. ნახეთ, აი ეხლა აი წინა ჯერზე რაც გავაკეთე, აი ეს ფუმფულა ძაფი, ეხლა ჩვენ რო გადავდივართ ერთ წვერზე, წინ დატოვეთ აი აქ და მაშინ კარგად მოიქცევა. ეხლა იმიტომ აღარ ჩანდა ის გადასვლის ადგილას, ის ფუმფულა ძაფი აქეთ დავტოვე წინაზე, ხო? ხო, აი ეს წინ დატოვეთ ყოველთვის, როცა გადადიხართ. აი მეორე უზორზე და შესაბამისად ერთი წვერ ძაფზე. ესე იგი, ეხლა თვლები ნახევრად ნამატით, პირველი არის ყაისნაღის უბრალოდ შემდეგი თვალი, ხო, აი ნიშნულის თვალი. ესე გადაიტანეთ, აი ხა ნახეთ ფუმფულა ძაფი ფაქტიურად ფარავს ამ თვალს, რაც მოგსოვე, მაგრამ ისე კარგად ჩასვით, აი ძაფები იგრძენით. ხო. იმიტომ ფარავს, რომ ის თვალი რაც ამოვიყვანე, იყო ფუმფულა ძაფი იყო მან კავშირში მაგასთან. აი ეს მაინც ჩავსვი. მაგრამ ეხლა ეს არ ჩამისვია, ესეც მეზობელში უნდა ჩასვათ. აი ეს მეზობელი თვლებია. მოდით ამას თავიდან მოგსო ცოტა მოჭერილი მეჩვენება. კარგად შედით, აი ესე. და აი ნახეთ, აი ეს ფუმფულა ძაფი გაქვთ და აი იმიტომ გამოდის, რომ მე ეს გადაფარულია. აი ნახეთ, ხო, ну, ესეც უნდა იყოს. ფუმფულა ძაფი უნდა მონაწილეობდეს პირველ თვალზე. სადაც პირველი თვალი გაქვთ, აი თვალები ნახევრად ნამატით. ახლა მეორე თვალი, მესამე და ასე შემდეგ გავყვეთ. და მოგსოთ 23 თვალი უნდა გქონდეთ ნიშნულების ჩათვლით. პირველი ნიშნულის და ბოლო ნიშნულის ჩათვლით. აი ამ ნიშნულის, მწვანე ნიშნული და აი ამ ნიშნულის ჩათვლით 23 თვალი. კარგით, ესე მოგსოვეთ. აი მოვახლოვდი ნიშნულს. და ეხლა აი ამ რიგში, ხო, უკვე გავალთ ბოლომდე. აი მოგსოთ ნიშნულის თვალს, აი ესე მოხსნათ, გადავიტანოთ ნიშნული, იმიტომ რომ მოტრიალებას ჯერ არ ვაპირებ, ნახეთ, უნდა გავიდეთ ბოლომდე. ეხლა როგორ გავდივართ აქ ბოლომდე. აი აქ შეხედეთ, აი ესეთი ნაკსოვი გაქვთ. აი აქ შედით შუაში, ესე ვთქვათ, ნახეთ, აი ესე. და აქ ნახეთ, აქ შეგიძლიათ გადათვალოთ, აი ნიშნულიდან აქეთ მეხუთე თვალი უნდა იყოს, ხო? 1, 2, 3, 4, 5. ანუ რო არ შეგეშალოთ. ყველაზე უახლოესი თვალი შემაერთებელი სადაც არის იქ. და ნახეთ, გამოვიტანე ძაფი, გამოვიტანე. ანუ ეს უკვე შემაერთებელი თვალია ახლა, პირველი თვალი. მომდევნოში, უკანა კედელში. პირველ შემთხვევაშიც უკანა კედელში შევედი. მეორე,
მესამე შემაერთებელი თვალი. აი ესე. მეოთხე სულ 5 თვალი გაქვთ, ხო, აქ? და მეექვსე. აი ძალიან თხელი თვლებია ესე ახლო ერთმანეთთან. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით, ნიშნული პრინციპში შეგვიძლია მოხსნათ და უკვე ახალ თვალზე გადავიტანოთ. აი ეს პირველი შემაერთებელი თვალი. აი აქ დავამაგრებ. ეს ერთი. მეორე. მესამე. მეოთხე და მეხუთე. აი ეს. მოგსოვეთ, ესე იგი ბოლომდე გაასვლით და უკან დაბრუნებაც, ასე ვთქვათ, გადავიარეთ. ეხლა ნიშნულის თვალში უკვე თვლები ნახევრად ნამატით, ისე უკანა კედელში შესვლით. გადაიტანეთ ნიშნული ახალ თვალზე. და ესე იგი ამ თვალის ჩათვლით 23 თვალი ნახევრად ნამატით უკანა კედელში შესვლებით. აი ეს. შემდეგ რიგში ახლა როგორც ხვდებით, უკვე აღარ გავალ ბოლომდე, ხო? მოვალ აი აქამდე. როგორც ორი რიგის წინ გავაკეთე, ხო? და ესე მონაცვლობით უნდა გსვოთ საბოლოო ჯამში. მონაცვლობით ხან გადიხართ, აქ როცა მოხვალთ, გადიხართ, ხან არ გადიხართ, მოტრიალდებით პირდაპირ. ისე მიხვდებით კიდეც, ანუ აქ რომ დააგროვოთ, თქვა, აი ესეთი სუფთან ესეთი გადამოლი ნაკსოვი რო გაქვთ, აქეთ როცა მოდიხართ, ეხლა აღარ გახვალთ და აქ მოგსვოთ ბოლო თვალს, მოტრიალდებით, წამოხვალთ უკან. როცა ისე წამოხვალთ, აქ მიხვდებით, რომ ცოტა ესეთი კუთხოვანი ნაკსოვი გაქვთ. აი უკვე დროა რომ ბოლომდე გახვიდეთ, ესე იგი, ეს ნიშნავს, აი ეგ იქნება თქვენთვის როგორც მინიშნება, რომ ეხლა ბოლომდე უნდა გახვიდეთ. და ასე ვთქვათ, აი ასეთი გასწორებული გექნებათ, როცა მერე უკან დაბრუნდებით. არ ვიცი, კიდევ გავიმეოროთ. მოგეთ, საჭიროა რომ ვიმეოროთ ესეთი თანმიმდევრობით. კარგით, ხა გაყვეთ. ვიმოვახლოვდი ისევ ნიშნულის თვალს, წინა თვალი და ეხლა ნიშნულის თვალი. აი ეს მოვხსნი ნიშნულს. კარგად შევიდეთ. ეს თითქოს პუმპულა თვალიც არის იქ რაღაც. აი ესე ბოლო თვალი ნახევრად ნამატით, დავაბრუნოთ ნიშნული და გადავდივართ ორივე წვერზე. ნახეთ, აი ახლა კარგია რომ აი უკან არის ეს თქვენი პუმპულა ძაფი, ხედავთ ხო? აი ესე ჯობია რომ მოგსოვოთ ხოლმე. ეხლა პირველი თვალი არის აი აქ, მოხდით ესე თითით მაინც მოსინჯეთ და აი სად ხო თვალი ნამატის ნახევრად ნამატი აღარ გჭირდება. გვექნება თვალი ნამატის გარეშე, ანუ ყაისნახზე არ გინდათ ძაფის გადადება. აი ეს. აი აქ ხედავთ რომ პირიქით ესეთი თითქოს როცა აქეთ მოდიხართ, აი პუმპულა ძაფით კი გსოვთ, მაგრამ აი ეს ჩვეულებრივი ძაფია მხოლოდ ზემოთ, იმიტომ რომ ბოლო თვალი იყო ესეთი. ეხლა უკვე პუმპულა თვლები გექნებათ. პირველი თვალი მოგსოვეთ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და აი ნიშნულის თვალი მეათე. ამოვიღოთ ნიშნული. უმჯობესია რომ ნიშნული სანამ არის, მაშინ შეხვიდეთ, უფრო კარგად ჩანს ის თვალი. ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვე ბიჭის, მოტრიალდი. აი ეს თვალია. ანუ შემდეგი აქეთ ამაკ უკანა კედელში შედიხარ თვალი ნამატის გარეშე. აი რომ მოგსოვეთ, ახლა დავაბრუნოთ. ბოლო, ესე იგი, პირველი თვალი, პირველ თვალზე დავაბრუნე. ერთი. ახლა მეორე თვალი. ეს გადათვლა ძალიან გეხმარებათ. მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე,
მერვე, მეცხრე და აი ნიშნულიანი აქ ხო სამწუხაროდ თუმცა ფუმფულად, იმიტომ რომ ხო ეს მართალია, იმიტომ რომ ეს ჩვენ აქ ქონდა ბოლოს ქონდა აი აქედან ნაკსოვი მხოლოდ ერთი წვერი ძაფი, ამიტომ გამოდის რომ თითქოს არ გაქვთ აქ ფუმფულად ძაფი, მართალია, მაგრამ ეცადეთ რომ მაინც კიდევ მოძებნოთ იქ რაღაც ძაფი რა, ესეთი ფუმფულად ძაფი, მართალია აქ არც უნდა იყოს, მხოლოდ ერთი წვერი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ბოლო თვალი ერთი წვერით ნაკსოვის. ეხლა მე გადმოვიტან აქ ბოლო თვალზე დავამაგროთ და როგორც გითხარით, ფუმფულად ძაფი წინ მოიტოვეთ, აი ესე ჯობია და ვაგრძელებთ ერთი წვერი ძაფით და თვალი ნახევრად ნამატით, ხო? აი ესე. სამაგეროთ აქ ხედავთ, თუ გადავედით თითქოს ერთ წვერ ძაფს, მაგრამ ფუმფულად ესა მაგ თვალი მაგ მაინც ძაფით ესე ნაკსოვი. არა, ვაშას ესეთი საქმთვისება აქვს. ბოლო თვალი როგორიც გაქვთ, ის იქნება თუნდაც რომ შეცვალოთ, ესე იგი, ძაფი. პირველი შეცვლა პირველი თვალის შემთხვევაშია. კარგით, ეხლა ესე გავყვებით, აბა შეხედეთ. ბოლომდე არ გავალ, ხო? აი აქამდე. თორე წინაზე გავედი უკვე ბოლომდე, ამიტომ ეხლა არ გავალ ბოლომდე. მოვედი ნიშნულის წინა თვალი. ნიშნულის თვალი. ესე იგი ბოლო თვალია ნახევრად ნამატით. ამ რიგში მოხსნით ნიშნულს ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ესე იგი, როცა მოტრიალებას აკეთებთ, აუცილებლად გინდაც აქ იყოთ, გინდაც აქ იყოთ, ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად მოგსოვეთ. და ისევ აი ბიჯის მომდევნო თვალში უკანა კედელში შესვლით თვალი ნახევრად ნამატით. დავაბრუნოთ ნიშნული. და ვაგრძელებთ. ესე იგი, ეს არის არასრულყოფილი რიგი, ხო, ბოლომდე არ გავსულვართ. შემდეგი რიგი იქნება ისევ ბოლომდე გასვლით. კიდევ გაჩვენებთ შემდეგ რიგს და მე მეგონი რომ თქვენც შეძლებთ რომ დანარჩენი ნაკსოვი ესე სულ ასეთი წესით გსოთ. ესე იგი, ისე მოვახლოვდი ამ ფუმფულა ნაკსოვს და აქ შევხედოთ კარგად. ხო, ეს უკვე ბოლო თვალია, მოხსნი ნიშნულს. აი ამ შემთხვევაში ფუმფულა თვლები ჩანს კარგად ესე. აი ესე, ოღონდ აქ უნდა შევიდეთ თვალი ნახევრად ნამატით, უნდა მოვიყვანოთ, ხო? თვალი ნახევრად ნამატით, უკანა კედელში შესვლით, დავაბრუნოთ ნიშნული და ეხლა უკვე გადავდივართ ისე ორ წვერზე, ხო? აი ესე. აქ უკვე თვლები გაქვთ ნამატის გარეშე. ერთი თვალი დააბრუნეთ ნიშნული. მეორე. მესამე. მეოთხე. მეხუთე. კარგად აკვირავი. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე. მერვე. მეცხრე. და ნიშნულის თვალი. მეათე. აი ეს. ეხლა მე რასაც ვატყობ, რაც უფრო ხშირად მოგსოთ ხოლმე ასეთი ძაფით, უფრო ეჩვევით და უკვე ადვილი იქნება თქვენთვის. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ესე იგი თავიდან რთულია, გეტყვით, მე ხარ რამოდენიმეჯერ უკვე მოგსოვე, რომ ცოტა გავარჯიშებულიყავი და ეხლა უკვე გრძნობ თვლებს. ხო, ეს არ არის პირველი ჯერზე შეიძლება გაგიჭირდეთ მართალია. ერთი ბიჯის თვალი და აი მომდევნოში, უკანა კედელში. თვალი ნამატის გარეშე.
დავაბრუნოთ ნიშნული. იმდენად ლამაზი ნაკსოვია, რომ კი თავიდან მიჭირდა, მაგრამ აი ძალიან მინდოდა ესეთი ქუდის მოგსოვა და მოკლედ თუ ძალიან მოინდომებთ, აითვისებთ. ეს მესამეა მგონი ხო? 1 2 აი კი ჩანს ნახეთ, აი ეს ნახეთ, ჩანს. ეხლა გამოჩნდა რომ ესე გადავაშალე ცოტა. 1 2 3 4 მოვხსოვე უკვე 4 თვალი ნამატის გარეშე. 5 6 7 8 9 და აი ნიშნულის თვალი. აქ ნიშნულის თვალი, როგორც გითხარით, არის ესეთი ერთი ძაფი არის, იმიტომ რომ ბოლო თვალი იყო, აი ერთი წვრით ნაკსოვის, მაგრამ აი სადღაც მოძებნეთ ახლო-მახლოში ფუმფულა ძაფიც, ანუ ერთ ძაფში შესვლა ყოველთვის ის არის. თუმცა ზემოთ ნაკსოვში ესეც ვაკეთებთ, მაგრამ აი ეს ადგილი მაინც იყოს ორ ძაფში, ესე როგორმე ახლო-მახლოში მოძებნეთ ის ფუმფულა ძაფი. კარგით. ახლა გადავდივართ, ოღონდ ეს მოვიტოვოთ აქეთ, წინ. ხო, წინ ასე ვტოვებთ ხოლმე და თვალი ნახევრად ნამატით უკანა კედელში. აი პირველი თვალი. ახლა დავაბრუნებ. აი ძალიან ფაფუგი თვალი გამოდის, მაგრამ შემდეგ უკვე სუფთა ესეთი ერთი ძაფით ნაკსოვებია. ესე იგი, ესე გაყევით ახლა და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ბოლომდე უნდა გავიდეთ, ხო, რიგის ბოლომდე, ანუ სრულყოფილი რიგი იქნება. უკან წამოვართ, შემდეგი რიგი უკვე იქნება ისევ ნაწილობრივ მოქსოვილი, ანუ არასრულყოფილი რიგი. ანუ ერთი რიგის შემდეგ რო გავალთ, უკვე აღარ იქნება ბოლომდე გასვლა, ხო? კარგით, ესე გაყევით. აი მოვედი ნიშნულის თვალთან, ბოლო თვალია, ხო? თვალი ნახევრად ნამატით. აქ გადავიტანოთ ნიშნული. ეხლა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მოვხსოვოთ, ხო, ეს რიგი. ამიტომ, ნახეთ, ესე იგი, ეს დაიკავეთ. შედიხართ აი აქ. ვა დააკვირდით? აი აქ. აი აქ. და შემდეგ კიდევ აქედან თუ აი თქვათ აქ ვერ ხედავთ, აი ეს კი ჩანს, აი მეხუთე თვალი. მაგრამ მაინც რო შეამოწოთ, აი ნიშნულის ჩათვლით, ხო? 1 2 3 4 5. აი ეს არის უკანა კედელი, ერთ კედელში, უკანა კედელში და აი ეს ერთად გამოიტანთ. აი ეს შემაერთებელი თვალი გაქვთ. პირველი მოგხსოვე, მეორე, მესამე, მეოთხე და ნიშნულის იქნება მეხუთე. ნიშნული მოხსნათ თან. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ნიშნულის ესე იგი ჩამაგრება პირველ თვალზე, ხო? აქ დავამაგრებ. და შემაერთებელი თვლები. ერთი მოგხსოვე, უკანა კედელში შევდივარ. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. აი ეს 5. ახლა ისევ თვლები ნახევრად ნამატით და პირველი თვალი ნიშნულის ადგილას. აი ესე. აქ გადავაბრუნოთ და მოკლედ ახლა ჩვეულებრივი წესით, როგორც აქამდე გვსოვდით, ზუსტად აი ესე გაიმეორებთ და გაიმეორებთ. და დააგროვებთ რიგებს. ფაქტიურად ეს რიგების რაოდენობა თქვენ თავის შემოწერილობაზეა დამოკიდებული, რომ ეს უნდა მოირგოთ აუცილებლად და ესე იგი დააგროვეთ რიგები, მიახლოებით, აი ეს თავის გარშემოწერილობა ესე საშუალო ზომის დაახლოებით არის ესე 56, 54, 15, 16, აი ესე და მაგრამ იმის გამო რომ ეს კიდევ გაიწელება, ანუ ეს იწელება საკმაოდ რეზინია, ხო? რეზინოვანი ნაკსოვია.
ანუ დაახლოებით რაღაც 51 12 უფრო კარგი იქნება, რომ იყოს აი ესე რომ დაადებთ, აი ამის სიგრძე იყოს 51 სანტიმეტრი მიახლოებით. მე კიდე გაჩვენებთ, როცა დაგიბრუნდებით, მაგრამ აი ეს რიგების რაოდენობა აი ესე დააგროვეთ. ამ სიგრძის მიხედვით, აი ამ ნაკსოვის სიგრძის მიხედვით. და შესაბამისად პრინციპში მე შემიძლია მე აქ გადავთვალო, აი ეს ზოლები და რიგების რაოდენობაც შევაფასოთ. აქ ვერ გაარჩევთ რიგებს ახლა, ხო? აი აქეთ კი ჩანს. აქ თითო რიგი შეესაბამება, ხო? კარგით, აი ესე გააგრძელეთ, ესე იგი ორი რიგის გამოტოვებით ხან გახსოვთ სრულყოფილ რიგს, აი ხა სრულყოფილი რიგი მოგხსოვე, უკან მოვდივარ, შემდეგი გამოვლისას მხოლოდ აი იმ ნიშნულამდე მოვალ და ისე უკან წამოვალ. შემდეგ ისევ სრულყოფილი, აი ესეთი მონაცვლეობით იქსოვება. კარგით, ესე მოგხსოვეთ, მოკლედ და შევხვდებით. აი ესე გამოიყურება ჩვენი ქუდი, ნახეთ, ახლა ბოლომდე აი ესე რო გაჩვენოთ. აი ესეთია და აი როგორც გითხარით, ეს ნაწილი, აი ესე გაშალეთ, მე მგონი ეტევა ხო? ასე რომ ყველა აქ კიდეებს ხედავთ. აი ესე დადებული, აი ბოლო ნაწილი ხა ეს დეკორაცია ცოტა მიშლის ხელს. აი ბოლო ეს ნაწილი, ესე მიახლოებით 50-ია აქ ასე. თუ შეხედავთ 50-ია, მაგრამ ძალიან ისეთია წელვადი საკმაოდ. 50 სანტიმეტრია. ესე თავისუფლად რო დავდევი. ესე იგი მე აქედან დავიწყე, ხო, აქ ნიშნულიც გვაქვს, აი. და აი აქ, ნახეთ, აი აქ და მოვედი, ანუ მოვტრიალდი უკვე. აი აქ მოვედი და მოვტრიალდი. ეხლა დააკვირდით, რაც მნიშვნელოვანია. აქ ფაქტიურად ჩვენ უნდა მოვუჭრათ ეს ფუმფულა ძაფი უკვე აღარ გამოვიყენებთ და აქეთ შევხედოთ, აი აქ უნდა გქონდეთ აი ესეთი გლუვი დამთავრება, ანუ აქ კუთხოვანი არ უნდა იყოს, ანუ წინა რიგში კუთხოვანი ერთი რიგით წინ იყო კუთხოვანი და აქ გადაუვარე, ავედი, აი ესე გამოვყევი, ანუ ბოლოს უნდა გქონდეთ სრულყოფილი რიგი. აი ესე მოგხსოვილი, აი აქ გამოვხვალთ და აი აქ ახლა მე უკვე მოვუჭრი ძაფს, ოღონდ ჩაკვერვას მაინც გავაკეთებ აი წვეროდან ბოლომდე, აი ესე. და გეტყვით, რომ რატომღაც მე დამაკლდა ეს ძალიან აი ბოლო რიგში ფაქტიურად და აი ეს ძაფი, აი ეს ძაფი და ცოტა სხვა ფერის ძაფი. ну, მონაცის პროა ესეც, მაგრამ მაინც ზუსტად ის ძაფი არ არის. ეხლა აქ მოვუჭრი მე ამ ძაფს. ეს არის აი 10 თვალი მოგხსოვე, აქ ბოლო 10 თვალი და ეს ნიშნული პრინციპში შეგვიძლია მოხსნათ. ну, მეორე ნიშნულიც. აქ ერთ კვანძს ასე თავისუფალი თვალის სახით გავაკეთებ. და ეს უნდა დავმალოთ, ხო? ეს ნიშნული იყოს ახლა, იმიტომ რომ ჩაკერვისას მაინც გავარჩევთ, ხო, სად არის ეს ადგილი. აი ესე, აქ ნიშნულები გვაქვს, ესეც ახლა პრინციპში აღარ დაგჭირდება. ახლა აქ აირჩიეთ თქვენ წაღმა უკუღმა მხარე, რომელი გირჩევნიათ, თუმცა ამ უზორზეც კი არის დამოკიდებული, ნახეთ, დააკვირდით. აი ეს თითქოს აი ზოლები გაქვთ ესეთი ნაწნავისებური. აქ არა გაქვთ, ხო, ბოლოა. აქ ნახეთ, დააკვირდით, აი აქ ნაწნავისებური, აქაც აღარა გაქვთ. ანუ ეს არ არის კარგი ნაწილი. გარეთა მხარისთვის. აი ეს არის გარეთა მხარისთვის უკეთესი და აი ესე გაითვალისწინეთ, ნახეთ. აი აქ და აი აქ. ну, ფაქტიურად გაგრძელდება, აფიქრობ, რომ ესე კარგად ჩაიკეტება ეს ადგილი. აი ესე. აი ესე. და მეორე მხარე ვნახოთ. პრინციპში აქედანაც შეგვიძლია, მაგრამ ნახეთ, ეს ზოლი გაქვთ და მე უკვე ნახეთ, თითქოს ნახევრად გამოგდით. აი ესე. არა, ფიქრობ, რომ ეს უკეთესი იქნება გარეთა მხარისთვის და აი ესე შეხედეთ, ესე გარეთა მხარე. აი ესე. აი აქ გაქვთ დამთავრება, აქ გაქვთ დაწყება.
აი ესე იხენძღვანეთ და ეს არის გარეთა მხარე თქვენი. ეხლა ჩვენ აქ ჩაკერვას გავაკეთებ, მე ცოტა სხვა ძაფი, ესე იგი, რახან აღარ დამჩა ის ძაფი სამწუხაროდ. ესეთ უნდა იყოს საკმარისი ხოლმე. ესეთი ძაფები ქუდისთვის არის გათვლილი, ერთი გორგალი, ხო? ესე იყიდება ხოლმე. აი ეს დაადევთ რა, ესე იგი, რა ადგილის ჩაკერვასაც აპირებთ, ესე იგი, ნემსი და ამ ძაფით ჩავკერავთ ბოლომდე, ხო? და ორად ასე გაკეცეთ, აი ორჯერ მეტი. აქ მოვჭრინ და ესე იგი, ახლა ჩვენ გვინდა ნემსი. ეს ჩემი ესეთი ნემსი გვაქვს და ჩავკეროთ, ხო? შეგვიძლია ქვემოდან ზემოთ ავყვეთ. პირიქით. ხო, ესე. არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ. თავარია მოდით მაინც მე მინდა რომ დავმალო ეს ძაფის ბოლოები, ახლა რაც ჩანს. ცოტა შემოვა. ეს პატარა ყაისნაღით გავაკეთებ, რომ არ შეგვიშალოს მერე ხელი. აი ესე. კიდევ. აი აქ. აი ეს. კარგით, ესე შორს წასვლაც არ არის საჭირო. მოვჭრი, აი ესე. და აი ეს წვერი აქ ნიშნულს მოვხსნი. ესეც რა თქმა უნდა შიგნით უნდა დავმალოთ. მოდით ეს იყოს ჯერჯერობით, აი პრინციპში კი კარგად ჩანს ეს თვალი, იყოს ჯერჯერობით ეს ადგილი. ესე იგი მოდით დავიწყოთ წვერიდან. წვერიდან ესე იგი გავაკეთებ, ესე იგი ჩაკერვას, მაგრამ სანამ ჩაკერვაზე გადავიდოდეთ, ჯერ ეს უნდა შევკრათ. ესე იგი, აი როგორ კრავ ახლა ამას მე. აქ თქვენ გჭირდებათ ბოლოს მაინც კვანძის გაკეთება. და აი ესეთი თვლები გაქვთ, ხედავთ ხო? აი ესე უნდა შეკრათ ერთად. აქ შეგიძლიათ ესე ერთი, მერე გადახვალთ მეორეზე. აქეთ. შემდეგ აი აქ. შემდეგ ისევ აქეთ. აქ ესე ცუდად მჭიდროდ არის თვლები. აი ესე მოდით გამოვიდან. აი ესე, ეს მოიტოვეთ ცოტა რომ კვანძი გავაკეთოთ. აი სადაც ესეთი სვეტები გაქვთ. აი ეს ნახეთ. ნაცნავისებურ უზორში ესე შევდივარ. აი ეს. და ბოლოს მოვედი ისევ აქ, ხო? აი კარგი გამოვიტანოთ. ხა კარგად ეს ახლა სიგრძე არ გვინდა. აი ცოტა სხვა ფერის ძაფია, მაგრამ ჯობდა იგივე ფერით გამეკეთებინა, მაგრამ აღარ დამრჩა, ამიტომ რაც არის ეს არის. ეხლა აქ კვანძს გავაკეთებ მე და შიგნით ჩავმალავ, რა თქმა უნდა. ესე. ესე. ახლა მას ჩავიტან მე შიგნით, თვითონ ამ ძაფსაც და ეს ნიშნული მაინც დავტოვე, რომ აი ეს თვალთან მაინც ახლა გვჭირდება. ესეც ჩავიტანოთ. აბა ახლა ჩავკეროთ. ბოლო ეტაპია. ესეთი სასიამოვნო ხო უკვე, როცა შედეგს ხედავთ. ახლა შეგვიძლია ესეთი, ну, მოკლედ სპირალურად უნდა ვიმოძრაოთ. აი აქ. ეხლა მე ვეცდები რომ ეს რახან ცოტა სხვა ფერის ძაფია, რომ არ გამოჩნდეს მაქსიმალურად და ისედაც თან ეს ლამაზი უზორიც, ნახეთ, აქ ნაცნავისებური უზორი გაქვთ, ზემოდან დაჭდეს. ეს სასურველია ძალიან, რომ არ დაიკარგოს ის უზორი, რაც აქვს ამ ქუდს ზემოდან. აი ესე, ხა მოვხსნი აი ამას. ეს იყო ჩვენი ეს თვალი. აქ ფაქტიურად აქაც აქ მოდით აქ იყოს ესეთი აი ესე. ანუ ფაქტიურად აქ ნაცნავისებურ უზორს თუ ტოვებთ, აქ აღარ არის საჭირო ვფიქრობ. მოკლედ შეიძლება შეემჩნეს მაინც რომ გაგრძელება. ახლა აქეთ. აქ მომდენო თვალი, აი აქ. ну, ვფიქრობ რომ ორ კედელში შევდივარ ახლა მე ისე
ორი კედელია. ესე, შემდეგი აქეთ ხედავთ, ეს არის დასაწყისი, ხო, ნახეთ, აი ეს ძაფი. ამიტომ აქ გაქვთ თქვენ ჯაჭვისებური თვლები და ფაქტიურად აქ ცოტა სხვანაირად გამოიყურება ეს, აი ზედაპირი, ხო? ორი კედელი არ გაქვთ ფაქტიურად თქვენ იქ, ესე კლასიკური გაგებით. აი ესე, ნუ მაინც ჩანს, ნახეთ როგორ ჩანს. მოკლედ, თქვენ თუ გექნებათ იგივე ტიპის ძაფი, კარგად გექნებათ. ყველაფერი კარგად იქნება. კარგით. ახლა შეგნით და აქ უკვე სასურველია რომ უზორი დასვათ, უკვე გადავდივართ, აი სადაც თვლები ნახევრად ნამატით იყო და შევალ აი ასე ერთ კედელში. საკმაოდ ჩანს ფიქრობ. არც თუ ის არის ნაცრისფერი ეს ძაფი. თვალი თვალში, ესე თითო თვალი და ესე იგი ნახეთ, აი ზემოდან უნდა ჩანდეს ეს ნაცნავისებური უზორი და ცოტა ქვემოთ არის ძაფი, იქ შევდივარ. აქ ვიყავი, ახლა აქეთ. აქ ამოატრიალეთ, აი აქ. უკეთ ესე გაყევით, აი ფუმფულაძაბთან რომ მივალ, კიდევ დაგიბრუნდებით, იქაც იქ მით უმეტეს არ იქნება შესამჩნევი, ეს ფუმფულაძაფი გადაფარავს მართალია. კარგით, ესე ჩაყევით თვალი თვალში, ესე. ზემოდან, აი აქ ზემოდან ლამაზი უზორი ვქონდეთ, აი ესე ეცადეთ. აი მოვედი ახლა ამ ადგილას და ნახეთ, ცოტა მეჩვენება ეს თითქოს ქვემოთ არის წაძრული. აი აქ შევედი და ნახეთ, აი აქ კიდე მაქვს ესეთი ცოტა არა ფუმფულა, მაგრამ აქ მე მახსოვს რომ ესეც უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ მოკლედ ჩვეულებრივი ძაფით გადავიარეთ ხოლმე და იმიტომ ბოლო თვალი ესე იყო. ეხლა მოხსნით. აი ესე. აი ესე და აქ ვაგრძელებთ. ეცადეთ ესე თითის შეხებით იგრძნოთ, სად უნდა შეხვიდეთ. და ისევ ასე სპირალურად, აი ესე. ეს მართლა ეს ხლა უკვე ესეთი ამ თითის მგრძნობელობაზეა უკვე დამოკიდებული და ერთადერთი გადათვალეთ, რომ აი 10 ესეთი შესვლა უნდა გქონდეთ ყველა შემთხვევაში. ეს ორჯერ შევედი უკვე მე ხლა. აი აქ ვიყავი, ხლა აქეთ. მეგონი რომ ორ კედელში შევდივარ, ხა ისე გრძნობ, იყოს ორი კედელი არა უშავს. თავი აი აქ ეს ძაფზე ესე რომ არ გამოჩნდეს ძაფის ნაკერი, ესე შეგიძლიათ ცოტა ეს ბეწვი გადაფაროს ესე. აი ესე. თითქოს დავარცხნეთ. აქ ვიყავი, აქ ვიყავი. აი აქ სადღაც აქეთ. ეხა უკვე აღარ ვითვლი რომელი თვალია, მაგრამ ესე მოკლედ აქ არის ცოტა სირთულე რომ კარგად გადათვალოთ. სწორად რომ შეხვიდეთ. ნუ ბოლო თვალია, აქაც ბოლოა ხო? კი, ბოლოა. აი ესე. აქ კიდევ ერთხელ შევიდოდი ბოლო ორ თვალში, იმიტომ რომ ეს ნახეთ ნიშნული დავტოვე რომ ხა მოსნი უკვე. აღარ გვინდა. აი ეს. ეხლა შეგიძლიათ ეს ამ დავაკავშიროთ თუ არა, არ გვინდა. მინდა რომ შიგნით ჩავმალო ჯერ, ეს შევიყვანო და ხონდ შორს არ გინდათ რომ არ გამოჩდეს ძალიან. ძალიან შორს თუ გადახვალთ, ხო, ფუმფულა ეს ვერ დაფაროს.
მოკლედ აქვე ჩადით და იქ უნდა მე კვანძი გავაკეთოთ. კარგით, ისე იგი ამას დავმალავთ მე, ამასაც გამოვატარებთ შიგნით და რაც გამოგვივიდა, აი ესეთი. ეხლა აქ ნახეთ, თუ შეხედავთ, საკმაოდ გრძელია ეს მხარე, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს უნდა გადაიკეცოს აი ესე. აი ესე. აქ უკვე თქვენ შეგიძლიათ ეს შეგიძლიათ ცოტა დააპატარავოთ, ანუ მაქსიმალურად აი ესე აწიოთ. წესით ეს უნდა იყოს საკმარისი მაინც. აი მაქსიმალურადაც რომ აწევთ. აი საკმაოდ კარგი ქუდია. ძალიან სიმპათიურია. კარგით, აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას მომავალ შეხვედრამდე.